Hello guys, მოგესალმებით მეგობრებო. ამ დღეს პატარა ვიდეო უნდა გადაგიღოთ რაღაცა ინფორმაცია რა, რომ ჩემი შეცდომა არ დაუშვათ და მასანამ მაგას გეტყვით კიდე რაღაცებს აგიხსნით და არავის არ უთხოვია, მაგრამ ეს ჩემი ინიციატივა მინდა აგიხსნათ თუ ვინმე ჩემზე დამწყებია YouTube, ანუ მე YouTuber-ად ვერ აღვხო ჩემს თავს უფრო დამწყებასაც ვერ აღვხო ისეთ დაბალ დონეზე ვარ, მაგრამ მაინც რო ჩემი შეცდომა არ დაუშვათ. ეს ჩემი YouTube-ის სტუდიაა, ჩემი არხის და აქედან ვაკონტროლებ ხოლმე ყველაფერს, ჩემს კონტენტს, ანალიტიკას და კომენტარებს კიდე ვნახულობ ვინ რას მიწერს. და გამომუშავებაზე გადავიდეთ ახლა რა. 46 გამომწერი ყავს და უნდა მქონდეს 1000 გამომწერი. ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ მონეტიზაცია ავიღო. და ეს არის ვიდეოებზე. ხოლო სტრიმერი თუ ხარ, არის 4000 საათი უნდა გქონდეს რა. და 365 დღეში გონი სტრიმერზია ეს. და თუ მარტო შორტებს დებ 90 დღეში ბოლო 90 დღეში უნდა გქონდეს 10 მილიონი ნახვა. მაგ ბოლო 90 დღეში რა ვიდეოს სტატებს საერთოდ უნდა იყოს 10 მილიონი ნახვა. და თუ სტრიმერი ხარ 1 წლის განმავლობაში უნდა გქონდეს 4000 საათამდე ან მეტი watch hours, ანუ ნაყურების საათი თუ გადაღებული საათი. ან როგორი თარგმნება ზუსტად არ ვიცი. და მე უნდა მქონდეს, რადგან ვიდეოებს დებ 46 გამოწერი ყავს და 1000 გამოწერი უნდა მყავდეს, რომ მონეტიზაცია გამიაქტიურდეს. და მყავს 46 გამოწერი და გთხოვთ რომ გამოიწეთ ხოლმე ჩემი არხი, ეს ჩემი სტიმულიც არის. და მადლიერიც ვიქნები და დამეხმარება მონეტიზაციის რაც შეიძლება სწრაფად საშუალებლად. და მონეტიზაციას კი თავიდან თეთრევიც შეიძლება ვერ ავიღო, მაგრამ პატარა რაღაცას მაინც ავიღებ აქედან, რომ ცოტა წესიერი ტელეფონი ვიყიდო და წესიერი ვიდეოები შემოგთავაზოთ. იმიტომ რომ ძალიან მიჭედავს ხოლმე ისედაც და უკეთესი თამაში და უკეთესი კონტენტი მოხდო ხოლმე. ძირითადად მე გეიმპლეის ისინი მექნება ხოლმე ვიდეოები. აი ეს მინდო მე თქვა მონეტიზაციას და ასევე მონეტიზაციასაც შეეხება მაგას სხვა გრაფაში განახებთ. ეს არის რომ გაგიაქტიურდეს თვითონ იმაზე არხზე და ვიდეოებზე რომ ჩართო მონეტიზაცია იყო სხვა თემაა და რაზეც ახლა შევეხები მაგას. გადავიდეთ ახლა X რეკორდებში, საიდანაც მე ვიღებ ვიდეოს, რომელიც ძალიან ტვინსბურღია და თუ იცით უკეთესი ვიდეოების გადასაღები მითხარით და იმას ვცდი, იმიტომ რომ გიგაბაიტები 51 აქვს, მაგრამ რო ვიღებ და ვშლი ვიდეოს მე რო დავდებ, არ აკლდება ის ამ ისის რა მონაცემები. აი 3 გიგაბაიტამდე ხოა? რო წავშლი, არ მოაკლდება 3 გიგაბაიტი და ახალი ვიდეოს გადაღება არ შემლია. ყოველთვის წავშალო, გადმოვწერო, ხელახლა დავაყენო ყველაფერი, რომ ისა ჩამოვიყვანო 40 გიგაბაიტზე. ზევით მეხსიერება, აი მოიცოდე. აი აქ აწერია ისა გიგაბაიტი და აგერ არის თორე ადგილი რა სივრცე და ასო წავშალო 3 გიგაბაიტი მაინც არ მოაკლდება ამას რა. მაგას მაგით ოტვის ბუხი და წარამადა ვაფშე ამოშლა მიწევს ამ აპის და ხელახლა გადმოწერა ხოლმე. და ეხლა რაც ეხება ვიდეოს დაუბრუნდეთ, მოდი. რასაც ეხება. აი არ მინდა. მაგას დააწექი და share YouTube ეს არის ახალი ვიდეო, რომელიც ჯერ არ დამიდია. იყოს ერთი ეს დროებით ეგრე. უკვე წაიშალა მე მგონი. არა. ანუ აქედან ვირჩევთ სახელს და დავაწეროთ ხოლმე. ეს public-ზე გვეყენოს, რა თქმა უნდა, იყავი ეგრე სწორებით. select audience ვაყენებ ყოველთვის ადრე არ ვაყენებდი ასე, მაგრამ ვაყენებდი
შეიძლება yes it is made for kid, ანუ არის ბავშვებისთვის რა და ეხლა ვაყენებ არ არის ბავშვებისთვის, რადგან როცა ვაყენებდი არის ბავშვების ყველა ვიდეოს, აი ზოგი მივიღებდი ხოლმე copyright რა ვიდეოებზე, სადაც რავი, არაფერი ისეთი არ ხდებოდა, რასაც ბავშვის ყურება არ შეიძლება და რაღაც ისე, მაგრამ copyright-ს მაინც მარტყავდა ხოლმე. ამის გამო ვაწვევი რომ არ არის ბავშვებისთვის მიზა შეწონილი უყურონ ჩემ ვიდეოებს. ეს playlist-ი რა თქმა უნდა შევიტანო ამაზე და ამაზე მეთქვა, add paid promotion label. ეს უნდა გავააქტიუროთ. რომ მონეტიზაცია კონდეს ანუ მონეტიზაცია ანუ 1000 გამოწევს რო ახვალ ამ ვიდეოდან მონეტიზაცია მიიღო რა და მე 180 ვიდეო მაქვს დადებული უემეტი ცოტათი და ეს არ ვიცოდი მე აღმოაჩინა და ეს უნდა გააქტიუროთ ხოლმე yes-ზე და ისა ეხლა კიდე ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს დადებული რომელიც ვაფშე არ მქონდა გააქტიურებული ეს add-ებში description-ში კიდე ვაყენებ ხოლმე ასე ვარი games history medieval smartphone და style და flash-ორი ანუ თუ დაწერენ ვარ ამოვაგდებ ჩემ ვიდეოს თუ დაწერენ history-ს ჩემ ვიდეოს history-ს ამოვარდება ანუ search-ი რა თუ დაწერენ wars ან games ან history-ს medieval smartphone style and flash თუ დაწერენ ამოვარდება პირდაპირ ჩემი ვიდეო არა ბევრი ამოვარდება მაგრამ ამოვარდნებში ერთ-ერთი ჩემი ვიდეოც იქნება ამიტომ უფრო დიდი შანსია რომ ნახოს ბევრმა ხალხმა რა და ეს აუცილებელია რომ უფრო ბევრი ნახვა დააგროვო ხოლმე რა სიო ეგ არის ეხლა სახელი უნდა დავარქვათ ვიდეოს და რავი ეს თავის ატკივარი ხომ სიმართლესაც ყოველთვის კაი რა მოხდა ამ ვიდეოში ეს რა თქმა უნდა დაიდება ამ ვიდეოს ეხლა დავდებ ამ ვიდეოს ამის შემდეგ იმიტომ პირველ ამას ვერ დავდებ იმიტომ იმაზე სპოილერი იქნება რა დავაწეროთ ამ მოხდა ასე იგი ნორვეგიამ ბიზანტიამ და საფრანგეთი ერთდროულად მეომება კოალიცია შეკრეს ტიპებმა ნორვეგიამ ერთი ქალაქი წამართვა მაგრამ ჰამბურგი მაგისგან დავიცავით ბიზანტიამ 5000 ერთგან ყავდა 2000 მეორეგან 1000 მესამეგან ანუ 8000 კაცი შეომიტია ციხესიმაგრეს და საფრანგეთი თავიდან 3000 კაცი რაღაც შეომიტია რომელიც გავანადგურე და მე ტერიტორიები ბლომა წავართვი რავი რა უნდა დავარქვი ახლა მაგით გამომდინარე 3+1 რაღაც ბალანურია რაღაცას მოვიფიქრებ რა რამეს მოვიფიქრებ და დავარქვებ და მე დაგიბრუნდებით და რა ვიცი ცოტა ბანალური მგონია მაგრამ ერთ-ერთი უცებ რაც მოვიფიქრე ეს არის Style and Flash 2 ეპიზოდი 9 მე მგონი ეპიზოდი 9 თუ არა და მე შევმოწმევ და დაიდება შევცვლი ეგრევე თუ ეპიზოდი 10 გამოდის ბიზანტიამ უზარმაზარი არმია დამაყენე მართლაც ეგრე იყო 8000-იანი არმია დამაყენე რომელსაც მე თელი ქვეყნის უმეტესი ნაწილის ჩემთან ყავდა არმიაში და 3300 არა 3200 კაცამდე შევადგენდით და იმარ 8000 კაციანი არმია დამაყენა 8000 კაცზე ცოტა მეტი მაგრამ 9000-მდე მაინც არ იყვნენ კაი ეს მინდოდა მეთქვა რომ ან მონეტიზაციაზე მინდოდა მეთქვა რომ ჩემი შეცდომა არ დაგეშვათ რა ხელიდან კიდევ გადამივარდა ტელეფონი ეს პატარა ვიდეო გამოვიდა უბრალოდ გამომივიდა და ეს მინდოდა მეთქვა რომ ეს რაღაცები არ ეს ფუშენი და იგივე შეცდომები არ დაგეშვათ რაც მე იგივე შეცდომები არ დაგეშვათ რაც მე დავუშვი ეს სწორედ გამომივიდა სწორედ რა ენა არ დამება რაც ხშირად მომდის ხოლმე ხო სიო ეს და ეს იყო ეს მინდოდა მეთქვა რომ იგივე შეცდომები არ დაგეშვათ აბაჰე შეხვდებით შემდეგ ვიდეოში ბანემ ეს აფლოდზე გავუშვათ შეხვდებით შემდეგ ვიდეოში